მოგესალმება ჩაბათის მებაღე. დღეს არის 14 დეკემბერი, მიწა ჯერ არ გაყინულა, შეგვიძლია ჩარგვები გავაკეთოთ ხეხილის. კონკრეტულად მე მინდა დღეს ბლის ხის ჩარგვა, რომელიც არის ნახევრად ჯუჯა ნამყენზე. შესაბამისად მას 6 მეტრიანი დაშორება არ ჭირდება ხიდან ხემდე, ნაკლები ჭირდება და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, თბილ მხარეს მზიანს არაფერი არ უშლის მას გარშემო არც ერთი მცენარე და აგრეთვე თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ხეხილი წარმოებისთვის არ მაქვს, მაღალს არ ვზდი, მხოლოდ იმ სიმაღლეზე ვზრდი, რომ მივწვდე და დავკრიფო. ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ მაქვს ჩარგული, შახმატისებური ჩარგვა მაქვს. ყველა ფაქტიურად არის ნახევრად ჯუჯა ნამყენზე, უკვე 6-7 წელია ეს სცენარები არიან, აი ყურადღება მინდა მევაქციო, მსხლებს დაემართა ესეთი პრობლემა, რაღაცა ფანქარივით იზრდებიან, ფესტა სისტემა არ არის ფართო და მომიწია გამაგრება წელს დიდი ქარის შემდეგ, ესაც მსხალი იყო და იქ რო ჩანს მსხალი კიდევ. მაშას ესენი არიან ნახევარ ჯუჯა ნამყენებზე ჩარგული, უკვე საკმაოდ ხნიერი ხეები არიან, ნახევარ ჯუჯა ნამყენი შედარებით მალე ისხამს ნაყოფს, უკვე მსხმოი არეები არიან და როგორც ხვდებით, არ ვუშვებ არც განზე, არც სიმაღლეში ძალიან ფართოდ, არ მჭირდება ბევრი ამის შენახვის თავი და ნერვი არ მაქვს. რაც შეეხება რამოდენიმე მაჩუკეს არ შემიძენია, ეს არის შავი ქლიავი და ალუჩა, რომელიც ძველებურად არის დამყნილი და ამიტომ ჩავგე ღობის პირველ ზოლში დასავლეთის მხარეს და ამათ მეტი მზე ექნება, უფრო მაღალი გაიზრდებიან. ამათი სხვაც შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად მემორჩილებიან სიმართლე გითხრათ, ისევე როგორც ბალი. სხვათა შორის ბალი მე გაჩვენებთ, როგორი ადგილი შევარჩიე, იმიტომ რომ უკვე გამოცდილება შევიძინე. ბალის გაზაფხულზე კარდინალური სხვაც ცოტა მიუღებელია, იმიტომ რომ მე ჭირვეულობს რაღაცა დაავადებებს იკიდებს, უფრო სასურველია მისი ზაფხულის სხვა და ზაფხულშიც აგიხსნით, რომ დადგება ზაფხული როგორ სხლი ბალს. ეს არის 1 წლის წამონაზარდი. ყლორტები რამხელა იზრდება არაჯუჯა ხეხილს, რომ ნახოთ და ცოტა რთული გასაკონტროლებელია, თუმცა როგორც გითხარით, იმას ზაფხულის სხლით ვაკონტროლებ. ეს არის ბლის ხე, რომელსაც ლიდერი გადავჭერი ამ გაზაფხულზე. რადგან ძალიან მაღალი იზრდებოდა, თუმცა მაინც ცდილობს ლიდერის გაკეთებას და გვერდზე აქვს შტოში. შტოში ცოტა მარჯვნიდან ფარავს და შეხედეთ ხე გადაიწია მარცხნისკენ. ეს შტოში ახლა გაკრეფა ამის ხდება ტოტების მოჭრით, შესაბამისად დაპატარავდება, ნაკლებად მომიჩრდილავს ამ მცენარეს და შევეცდები უფრო დაბალი გაზაფხულზე უფრო დავატაბლო. მაშას ახლა გაჩვენებთ ადგილს, სადაც მინდა ჩემი საადრევო შავი ბალი ჩავრგა. ეს არის ცოტათი აუთვისებელი ნაწილი ჩემი ბაღის სახლის უკან მინდა ბოსტანი გავაშენო, იქ სამზარეულოდან გასასვლელი იქით მექნება, თან ეს არის ყველაზე მზიანი ადგილი, ეს არის სამხრეთის მხარე და ყველაზე მოფარებული, რადგან გარშემო აქვს ესეთი პატარა ქანობები თუ რა ქვია, არ ვიცი, გორაკებივით ესე გავაკეთე, რომ ცოტა მეტად დაცული იყოს. აქ მაქვს კარდონები დაწყობილი, კარდონების ქვეშ მაქვს ნაკელი, რომ მიწა გამიუმჯობესდეს და მთელი სამშენებლო მასალები მაქვს ზემოდან დადებული, რომ კარდონები არ გაიფანტოს. მაშასე აქ ავირჩიე, აქ მინდა ჩავრგა ბალი, ცოტა გვერდზე არის მანდ ესეთი ფერდობივით, იმ ფერდობიდან ადვილად დავკრებ შევწუდები ხეხილს, რადგან როგორც აღნიშნე, ბლის ლიდერის გადაჭრა არასასურველია, მისი კარდინალური სხვაც არასასურველია და ეჭვმაქვს, რომ ძალიან გამექცევა ზემოთ მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ჯუჯაა. ორმოს ხედავთ წყლიანს. საკმაოდ დიდი ორმო ამოვიღე ნახევარი დღე ვეწვალე, იმიტომ რომ ჩემი მიწა არის კირქვიანი მიწა. და ძალიან მიჭირს. ამიტომ ვასხამ, ეხა ჩავასხი წყალი, კარგად გაიჟღითოს, რომ ადვილად შემოვათალო გვერდები და მიწიდანაც ადვილად ამოვიღო და მას ვქნა, რა ქვია,
ადვილად დავიმორჩილო მიწა, ეს არის ნერგი. როგორც ხედავთ, ნახევარჯვარჯა ნამყენზეა დამყნილი და თავარი ეხლა მე ეს არ ჩავაღრმოვო შიგნით და არ ჩამიღრმავდეს დროთა განმავლობაში. მაშ ასე მოვაზომებ მას რა ქვია ვარიდავდე მოსაზომად, რომ აი როგორც ხედავთ, ზემოთ არის ფესვები, ქვემოთ არის მიწაში, ნამყენის ადგილი არის ზემოთ, ეს ცოტა ხანში პერიოდულად ცოტათი ჩავაქვემოთ, იმიტომ რომ უკვე ქვემოთ გაფხვიერებული მიწა მაქვს მე და ბევრი წყალი მაქვს ჩასმული, ცოტათი ქვემოთ ჩაიწევს, მაგრამ გავითვალე ის წინე ის, რომ ნამყენის ადგილი მაინც ზემოთ დამრჩება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს იყოს ზემოთ. შემდეგ აქეთ მარჯვნივ მაქვს დაყრილი პირველი მიწა, ანუ როდესაც მოვხსენი ბალახების ფესვიანი მიწა გადავყარე, მერე ვთქვათ ამოვიღე პირველი ფენა არის ყველაზე ნოყიერი, ის მიწა ამოვიღე, მარჯვნივ დავყარე და უფრო ღრმად მარცხნივ დავყარე, რომ არ ამერიოს მიწა. სხვათა შორის ამას ქვიშაში უნდა გამერია, მაგრამ ისეთი ცუდი ამინდია და ქარიანი ამინდია და ქვიშა მჭირდება მე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან თიხიანი მიწაა და დროთა განმავლობაში რაც არ უნდა ვაფხვიერო მიწა და სხვათა შორის აქ შედარებით უკეთესი მიწა მაქვს, იმიტომ რომ გავასწორე და კაი მიწა დავაყარე, თიხა მაინც თავის იქნა და თავის ფაქტურაზე გადაიყვანა და საკმაოდ მიჭირს. ეხლა კი ჩანს, ვიდრე შავ მიწასავით, მაგრამ ქვასავით არის. სხვა ადგილებში კიდე უფრო უარესია, კირიურევია. დავიწყებ ახლა აქ მიწის ჩაყრას და რას თავარია, კიდევ რამოდენიმეჯერ გავიმეორებ, როგორც ჩანს ამ ვიდეოს დროს, მე ყველაფერს ვრგავ წყალში და შესაბამისად ჩემთან მცენარეები კარგად ხარობს. წყალში ვრგავ, იმიტომ რომ ფესვთა სისტემაში არ დარჩეს ჰაერის ბუშტუკები, რომელიც მერე შემდეგ დაიწყეს, სადაც თუ მოხდა ფესვი, დაიწყებს ლპობას ფესვები და არა მარტო წყალში ჩავრგავ მიწას ჩავაყრი, არამედ შემდეგაც კიდე დავასხამ წყალს და ამას მოგიყვებით კიდევაც. კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა ამ ვიდეოში არის, როდესაც უნდათ გადაჭრან ჩარგვის დროს მცენარე ხე ნერგი, რომ უკვე დააყენონ იმ სიმაღლეზე, რაზეც თვითონ ფიქრობენ, ეს მიმაჩნია არასწორად, რადგან არის ესეთი წესი. ხე მცენარე ციკლური პროცესით იზრდება, ფესვიდან აწვდის საკვებს ტოტს და ტოტიდან აწვდის საკვებს ფესვს, გააჩნია წელიწადის რა დროა. ზამთარში კონკრეტულად ეს ხდება. ზამთარში ფესვს საკვებს აწვდის დარჩენილი ტოტი. თან მე კიდე ახლა განვიხილავ, რატო არ მინდა ახლა გადავჭრა. მე ვნახავ გაზაფხულზე აქ საიდან გაიზრდება და რადგან ეს მცენარე უნდა იყოს ორიარუსიანი და ლიდერი უნდა ქონდეს, მე გაზაფხულზე გამსაზღვრ, საიდან გამეხსნება ყლორტები, დავხურავ რამოდენიმე ყლორტს და დავტოვებ იმას, რომელიც მჭირდება. აი, რო არ გავაკეთე ეს და გადავჭერი, დავუჯერე ზოგიერთი მებაღის რჩევას, შეხედეთ რა დაემართათ ჩემს ხალს. გადავჭერი, ამოვიდა მარტო 2 ყლორტი გაიხსნა, ორივე მახვილი კუთხით, მე მაშინ არ ვიცოდი რომ ეს დაუშვებელია და შუაში გაიხლიჩა, როგორც ხედავთ. ეს არის დაავადებების ბუდე. დროთა განმავლობაში ხე მთლიანად გაიხლიჩება. მეორე შეცდომა, აი რომ გადავჭერი, რომ არ ვიცოდი, აი რამდენი დავტოვე და რამდენი ამოვიდა ერთად. შემდეგ ისე მოკლედ იყო გადაჭრილი, ვთქვათ, ეს ვიცოდი, რომ 2 იმაზე უნდა გამეშვა, ვთქვათ, 2 იარუსზე, რადგან ეს არის გარგარი და სწორედ რომ ვერ გამოვთვალე, მეორე შეცდომა დავუშვი, რომ მეორე იარუსი ამას აქვს უფრო დაბლა. აი შეხედეთ, როგორ დაბლა აქვს მეორე იარუსი. შესაბამისად, შეცდომებზე ვსწავლობთ და გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა. პირველი, რომ დატოვებული ტოტი გამოკვებავს ზამთარში ფესვს და მეორე გაზაფხულზე ადვილად შეძლებთ ფორმირებას. ეხლა აი უყურეთ უკვე ქვიშას, როგორც გითხარით, ვიზარმაცე, ქვიშას ეხლა ვუმატებ და მერე შიგნით ვავურევ. ესე არ უნდა მექნე, მაგრამ ჯობია, რომ მაინც ფხვიერი იყოს ჩემი მიწა ფესვებთან მაინც. და შემდეგ დავაყრი ისევ მიწას და
ავურებ. კიდე რა მინდოდა მეთქვა, რატომ ვრგავთ შემოდგომით მცენარე იბრძვის გადარჩენისთვის, ანუ ის ტოტი კვებავს ფესვი, ვეგეტაცია არ ხდება, ნაკელი არასოდეს არ უქნათ ამ პერიოდში და საერთოდ ნაკელი არ უქნათ მცენარეს ხეხილის ხეს, რადგან ფესვები ზარმაცდება. იციან ხოლმე, რომ თქვა ნაკელს დაყრიან, რომ ფესვი არ დაიწვას ზემოდან მიწას დააყრიან, მაგრამ იმ ნაკელს მალე აღწევს ფესვი და შემდეგ ზარმაცდება. ჯობია თვითონ კარგად დაიწყოს ძებნა იმის რა ქვია გამოკვების ფესმა, რათა გაიზარდოს, მერე ვარჯი გამოკვებოს და თვითონაც კარგად მომაგრდეს მიწაზე. მაშასე, ესე იგი, ვრგავ წყალში, არ უშვები ნაკელს, კიდევ პირველ ფენად ვხმარობ, ფესვებთან ვხმარობ შედარებით, ჩემსავე მიწას შედარებით ნოყიერს და სხვათა შორის არც გაზაფხულზე არ არის სასურველი ნაკელის და საკვების და აზოტის შეტანა. იმიტომ რომ გაზაფხულზე წარმოიდგინეთ მცენარეს არა მარტო ფესვი უნდა მოეკიდოს და გაიზარდოს, არამედ ვეგეტაციაში მიდის და რამხელა ძალა ჭირდება და ამიტომაც არ არის სასურველი ვთქვათ გაზაფხულზე ჩარგვა და წარმოიდგინეთ გაზაფხულზე ჩარგული მცენარე მალევე ჩვენთან მოდის ზაფხული და გვალვები და სერიოზული მოწყვა ჭირდება, იმიტომ რომ ფესვი უნდა მომაგრდეს. ზემოდან შეიძლება არც არაფერი მოხდეს, მაგრამ ფესვი უნდა გამაგრდეს. ამიტომ ყველაზე კაი პერიოდი არის 20 ნოემბრიდან ჩარგვები ვთქვათ ესეთი რა ქვია, ნოემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში მთელი ზამთარი თუ თქვენთან მიწა არ იყინება. მე აუცილებლად ვუკეთებ ბოძს, სხვათა შორის ამბობენ, რომ ბოძები არ არის საჭირო, არ ვიცი სად არ არის საჭირო, მაგრამ ჩემთან დიდი ქარებია. ეხლა სამწუხაროდ ვერ ვიპოვე დიდი ბოძი. სამაგრი აი ესე ფესვების გარშემო ვტკეპნი, ვაკეთებ მის გარშემო არხს, სარწყავ არხს, ამას კიდევ წყალს დავუსხამ, აუცილებლად დავუსხამ კიდევ წყალს, რომ თუ სადმე დარჩა ჰაერის გროვა შიგნით ფესვებთან, რომ ის გაიტანოს. მერე მოვაყრე ფხვიერ მიწას, რომ არ დასკდეს და ფხვიერი მიწას იმიტომ ვაყრი, რომ როგორც ხედავთ მე წყალში ვრგავ, ამას კიდე წყალს დავასხამ, წყლიანი თანთიხიანი მიწა მაქვს, ეს აუცილებლად რო გაშრება დასკდება, შიგნით ადვილად ჩააღწევს ზამთარში ყინვა ფესვებთან და ზაფხულში სიცხე ჩააღწევს. ასე რომ მე ამას დავმულჩავ აუცილებლად ფხვიერი მიწა, სხვა მულჩა აქ, იმიტომ რომ თქვა ფესვა სისტემა თბილი იყოს, არ დამჭირდება, იმიტომ რომ წყალი, რომელსაც ვასხამ და მიწაში არეული წყალი საკმაო ხანს ინარჩუნებს, ნიადაგი ამ ადგილას საკმაო ხანს ინარჩუნებს სითბოს და ნაკლებად იყინება, მიწის გაყინვა არ ხდება ფაქტიურად. აი ბოძს აუცილებლად დავამაგრებ, უბრალოდ დიდი ბოძი ვერ ვიშოვე, ბოძს ვამაგრებ ჩემთან აი საიდანაც ქარია, რომ მცენარე არ შეეხოს მას და ბოძი იყოს უფრო სტაბილურად. მე საპირისპირო მხარეს რომ ჩავარჯო, მცენარე შეეხება იმ ბოძს და გადახრისას. ვხმარობ ქალის კოლგოტს, ძალიან უბრალო მიგნება, რადგან ეს არის სინთეთიკური წელვადი და არ აზიანებს მცენარის ტოტს, ვარჯს. და აგრეთვე ადვილად შრება. ეხლა როგორც ხედავთ, უკვე მოვაყარე ფხვიერი მიწა, ეს შენარჩუნდება, არხი ესე დავტოვე გარშემო მოსარწყავად, პერიოდულად ეს დაიწევს ეხლა ეს მიწა და შემდეგი ასვლისთვის მე სავარაუდოდ კიდე მომიწევს მიწის დამატება, თუმცა გავითვალისწინებ აუცილებლად, რომ დამყენის ადგილი არ ჩავიდეს მიწაში. ამჯერად დაგემშვიდობებით, თუ რამე შეკითხვა გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ, თუ რამეს არასწორად ვაკეთებ, მიმითითეთ, თუ რამე კიდევ გინდათ გაიგოთ, მკითხეთ, იმედია სასარგებლო რჩევები მოგეცით და თუმცა სხვა მებაღეების მოცემული რჩევები გავაქარწყლე პირადი გამოცდილებით. ასე რომ ამჯერად დაგემშვიდობებით, ძალიან ვთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია.
ჩვენთან მებაღეობა ნელდება, არ ჩერდება ზამთრის განმავლობაში და ბევრი საინტერესო რამ იქნება ჩემ არხზე. მომიწონეთ ვიდეო მომავალ შეხვედრამდე. თქვენი შაბათის მებაღე. ბუდიში მინდა მოვიხადო მებაღეებზე, ყველა მებაღე არ მიგულისხმია, ვიგულისხმე ის, რომელიც ჩარგვისას გადაჭრას გვირჩევს ეგრევე ენერგიის დაყენების და ის, რომელიც საკვების შეტანას გვირჩევს და ბუდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ.